Значит, мы сейчас хотим посмотреть набросок, да, который был сделан, где у нас стоял имплант, который мы потеряли. Да, вот Этот он имплант. здесь. Вот это его позиция этого импланта, который у нас ушел. Вот внизу этот имплант, оно es импланты დაუკარგეთ. ჩვენ ეს იყო ჩვიდმეტი, ხო? მე-17 კი. მე-17 მანამდე იყო ძვალი აქ შეტანილი. ხო, აი ეს ზulis მონაკვეთი, სადაც იყო ძვალი შეტანილი, აი ეგეთ ჩანს კიდევაც. Აი ზulis შევსებული. Ну, ცოტა განსხვავდება. Да, до этого тут был бон-графт сделан, и затем мы, значит, ввели, и при инсталляции, да, когда вставляли, уже чувствовалось, что торг был не тот. Да, торг был слабый, да. Торг был слабый, это значит, что кость была мягкая. Кость была мягкая, но это не означает то, что он не приживется, просто у него было тогда торг где-то около 30. Это был Сколько при норме должен быть? Выше 35. Выше 35, окей. Выше 35, выше 40 уже спокойно можно ставить формирователь тесны сразу. И ты решил его законсервировать? Да, чтобы на него не было бы дополнительных никаких нагрузок. И через 3 месяца, как минимум через 3 месяца при выемке он вместе с имплантом вышел. Когда формирователь мы ставили. Он вышел, это было больше 3 месяцев, это даже больше 4 месяцев прошло. Даже за 4 месяца она не интегрировалась. Нет, он если интегрируется, он интегрируется. Если не интегрировался, он уже все не интегрируется. Он там просто лежал, да, как бревно? Да. Но у нас нету снимка, который был вот после этого сейчас. Да, мы смотрим сейчас планируем, должны сделать сейчас снимок. И вот сейчас я хочу попросить доктора, чтобы мы посмотрели, вот он, вот этот последний, 7-й, который выпал, да? Да. И там есть пространство, я предполагаю, если сможем мы поставить на 6 что-нибудь. Но мы уже новый снимок сделаем, и на новом снимке уже определим лучшую позицию. Да, и до этого, пока мы сделаем новый снимок, мы сейчас посмотрим прежний снимок. И посмотрим эту кость. Ну, вот это посмотрим срез. ее в 3D. Ну, 3D мне сейчас будет надо искать. Значит, да, пауза. Ничего, я потом подрежу. ანუ აქ ახლა ესე იგი სიტუაცია ეს იყო აი აქ იდგა იმპლანტი კი აი ეს არის შეტანილი ჩვენი გრაფტი აი თავი ხო და ესეც არის შეტანილი გრაფტის მიდამო მაგრამ ეს არის გადაღებული იმპლანტაციამდე კიდე ერთი სადღაც ხო ნუ თვით ადრე და ეს არის მე-17 სადაც იყო ეხლა მე-16 ვნახოთ რა სიტუაციაა მაგის შემდეგ კბილის მიდამოში არის ბევრად უფრო თხელი ძვალი. ბევრად უფრო თხელი ძვალი, ძალიან თხელი ძვალი. ძალიან თხელი ძვალი, ხო, ანუ აქ ჩამოდის თქვენო. სიმაღლე, ხო? ხო. სიმაღლე არა აკლია, ძალიან აკლია, მაგრამ სიგანე კი აქვს. სიგანე აქვს, კი, მაგრამ ანუ აქ შეიძლება ბონგრაფტი გაუშვათ. აქ შეგვიძლია ბონგრაფტი, ხო. Ну, ამას უკვე ჩვენ როცა გადავიღებთ ახალ ტომოგრაფიას, უკვე ამ იმპლანტების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე შევარჩევთ საუკეთესო ადგილს. ხო. და აქ კიდე რისკია, ანუ რისკო ზონაა. ხო, აქ უფრო რთული, ну, აქ საწყისიდანვე იყო უფრო რთული ყველაფერი. აქ მეტი უფრო დიდი გრანულომაც იყო, აქ უფრო მეტი ძვლის განლევაც იყო. ხო, პათოლოგია უფრო წინწასული. ხო, ეს მარჯვენა მხარე თავიდანვე ქონდა უფრო ძველ მდგომარეობაში იყო თავიდანვე. ეგრევე მოიჭრას და ჩაიდგას მაგრამ აი ეს სიცარიელე აი ეს მუქი რომელი ეს არა აი ამ სურათზე ხო აი ეს სიცარიელე ეს ღრუ არის ეს აიმორის ღრუ არის კი აიმორის ღრუ არის და ზემოთ რაც გადადის
ძვალი თხელი, რომ ეს კეტავს ჰაიმორის გრუს ჰაიმორის ზემოდან. გრუს კი ზემოდან კი. ანუ ეგ იკეტება როგორც ქვემოდან, ისე ზემოდან. კი, რა თქმა უნდა, კი. დახურული არის. და აი აქეთ მარჯვენა კავშირი. ჰაიმორის გრო რა. და ჩვენ მუშაობ დახურული ლიფტინგის დროს ქვემოთ არ იხსნება ჰაიმორი, ხო? თუ ხსნი ქვედას. ქვედას მე შნაიდერის მემბრანას ამოვწევთ, აი ეს არის შნაიდერის მემბრანა, ეს არის ამოსაწევი ხოლმე სინუს-ლიფტინგის დროს. ისე რომ არ დაირღვეს, ხო? კი, რა თქმა უნდა, კი. და მაგან უნდა მიიღოს ის ძვალი. კი. პირველ კონტაქტზე ეგ გადის რა. კი. ნუ აი ახალ ტომოგრაფიას რო გადავიღებთ, უფრო შევარჩოთ. კაი, მაგალითად, მანამ ახლამდე, აი ახლა რა სიზავდე, აი ამ შემთხვევაში, აი ამ მოცემულობაში, აი ეს არის მაგალითად სულ ახალი ხო, აი აქ ჩავსვოდით იმპლანტს. ისევ მე-17-ში, ხო? ამ შემთხვევაში მე-17-ში, კი. მე-16 არ არის კარგი სიტუაციაში და მე-15-ს არ არის, ხო? გაშვებული მაქვს მე მგონი. იქ იმპლანტები ხო ეხლა რაღაცა ზუსტად პოზიციები არ მახსოვს, მაგრამ ხო, ნუ ცოტა აი მე-15-ესკენაც ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ მე მე-7 კილოს ვეღარ გავაკეთებთ. ჭიდროდ არის მე-15 და მე-14 რა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ აქ. ბონგრაფტია გასაკეთებელი რა. ჯერ მოდით წინასწარ არაფერი არ ვთქვათ, აბა აი აქ სურათი გადავიღოთ. მე-16-ში არაფერი არ არის. ხო, არა, გასაგებია, აქ გვაქვს ჩვენ 10 მმ-იანი იმპლანტისთვის სრულად საკმარისი ადგილი. ეს არის მე-17 квилис мидамош. Это 17, это где мы ставили, да? ხო, კი. Да, но там не прижился. Ну, ეს არ ნიშნავს, რომ Там или надо заново бонграфт занести. აქ ეხლა ამ გეგმას აზრი არ აქვს, უნდა გავაკეთოთ ახალი სურათი. სანამ ახალ сурათს არ გავაკეთებთ, ჩვენ ანუ Там сейчас будет ситуация хуже. კი ბატონო, მაგრამ ნუ მაინც ხა სანამ არ ვიცით რა მდგომარეობა. 15 будет похоже. ხო, გასაგებია, მაგრამ სანამ ჩვენ არ ვიცით მდგომარეობა, ჩვენ ვერაფერს ვერ დავგეგმავთ. ანუ ჯერ უნდა ვიცოდეთ მდგომარეობა, მერე გავაკეთებთ გეგმას. Да, придется опять излучение получать. Облучение, а не излучение. После облучения ты еще излучаешь. Окей, гасагезия, все. Завершим.